მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი, პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 20. ნახატზე გამოსახულ წრეში თითოეულ ნათურაზე ძაბვა 7 ვოლტზე ნაკლები არ უნდა იყოს. რის ტოლია უძაბვის მინიმალური შესაძლო მნიშვნელობაო? გვეკითხებიან. ხო, ესე იგი, მოდით დავუშვათ, ეს არის პირველი ნათურა, ეს არის მეორე ნათურა, მესამე ნათურა და როგორც ხედავთ, ეს არის მეოთხე არის რეზისტორი ამ წრეში და მოცემულობით გვეუბნებიან, რომ ძაბვა პირველ ნათურაზე მეტია ან ტოლი 7-ზეო, აგრეთვე ძაბვა მეორე ნათურაზეც მეტია ან 7-ზეო და ძაბვა მესამე ნათურაზეც მეტია ან ტოლი 7-ზეო, 7 ვოლტზე. ხო, აგრეთვე, როგორც ნახაზიდან ხედავთ, წინაღობა ერთ-ერთი ტოლია წინაღობის მეორე ნათურაზე, წინაღობის მესამე ნათურაზე და ტოლი არის R ნახევრის, ხოლო მეოთხე რეზისტორზე წინაღობა არის R-ის ტოლი და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ ძაბვის მინიმალური მნიშვნელობა უმინიმალური. კარგით. ხო, აი ხა დავუშვათ, აქ არის რაღაც A წერტილი და აქ არის B წერტილი. ახლა აი აქ თუ აქ გექნება ცხადია რაღაცა, მოდი აი აქ არსებულ ძაბავს დავარქვათ UX-ი და თუ გავითვალისწინებთ ახლა იმ ფაქტს, რომ მესამე ნათურა და მეოთხე რეზისტორი მიმდევრობით არის შეერთებული, ამიტომ დენის ძალა მესამე ნათურაზე ტოლი უნდა იყოს, ამიტომ დენის ძალის მეოთხე რეზისტორზე, საიდანაც თუ გამოვიყენებთ ომის კანონს წრედის უბნისათვის, ის ამიტოლი არის U3-ის ფარდობა R3-თან, ხოლო I4 ტოლი იქნება I4-ზე მეოთხეზე არის ძაბვა UX-ის ფარდობა R4-ზე. ხო, აქედან რა გექნება, ჯვარედინა თუ გადავამრავლეთ, I3-ის გამრავლებული R4-ზე, ტოლია UX-ი გამრავლებული R3-ზე, აქედან რა გამოგვდის ჩვენ? U3 პირობით, არ ვიცით რამდენია დავწეროთ, R4 არის R-ის ტოლი, ეს ტოლი იქნება U3, აქ გვინდა UX-ი, უკაცრავად. ხო, UX-ი რამდენი არის? UX-იც არ ვიცით და R3 პირობით ტოლია R2-ის. R-ები შევიკვეცება და აქედან გამოგვდის ჩვენ, რომ U3 ტოლია UX მეორედის, საიდანაც UX-ისთვის ჩვენ მივიღებთ, რომ UX-ი ტოლი არის 2U3-ის. ახლა ჩვენ გვაინტერესებს მინიმალური მნიშვნელობა. UX-ი მინიმალურ მნიშვნელობას მიიღებს, როცა U3 არის, ხო, მინიმალური. რადგანაც U3 მეტია ან ტოლი 7 ვოლტზე, ამიტომ მინიმალური მნიშვნელობა U3-ის იქნება თვითონ 7 ვოლტი. იმიტომ რომ არამკაცრი უტოლობა გვაქვს, ასე რომ გამოგვდის, რომ UX მინიმალური შესაძლებელია იყოს ორჯერ U3 მინიმალურის. U3 მინიმალური არის, როგორც ვთქვით, 7, ამიტომ ეს იქნება ორჯერ 7, ეს უდრის 14 ვოლტს. ანუ UX-მა მინიმალური მნიშვნელობა, უბრალოდ როცა UX-ი იღებს მინიმალურ მნიშვნელობას 14 ვოლტს, ამ დროს U3 არის შესაბამისად მინიმალური და 7 ვოლტი და პირიქით. ხო, ახლა რაც შეეხება ძაბვას ძაბვა AB წერტილებში, ძაბვა AB წერტილებში მინიმალური, იგივე იქნება რაც უმინიმალური და ეს ტოლი იქნება UX მინიმალურს დამატებული U3 მინიმალური და UX მინიმალური მივიღეთ ჩვენ ახლა, რო არის 14 ვოლტი დამატებული U3 მინიმალურს ძაბვა მესამე ნათურაზე გვაქვს 7 ვოლტი მინიმალური და ეს გამოგვდის 21 ვოლტი. ესე იგი, საბოლოოდ შევიდეთ დავწეროთ, რომ U მინიმალური ტოლი არის 21 ვოლტის. რომელიც არის პასუხი G.